მოგესალმებით ჩემო ძვირფასებო და ჩემო კარგებო. ჩემო მშვენიერებო, დღეს ჩვენ გავაკეთეთ ჩვენი ტრადიციული გაშლა, პროგნოზი მომდევნო კვირის. ვინც პირველად არის აქ, ჩვენ ახლა ამ ვარიანტები არა გვაქვს, აქ იქნება სიგნიფიკაცია თქვენი საერთო, აქ იქნება უკვე მომდევნო კვირის ენერგიები და ჩვენ სამ სფეროს განვიხილავთ, ანუ ჩვენი საქმიანობა, ფინანსები, ურთიერთობა. აქაც ჩავახსოვებ სიგნიფიკაციას, შეიძლება სამივე რეზონირდება, შეიძლება რომელიმე დაუშვათ, არ რეზონირდება. ამით გაიგებთ თქვენ ახლა თქვენი სიტუაციებიდან დავიწყოთ ახლა ჩვენ. ახლა რა ენერგიებში ხართ თქვენ, ნახოთ, ვისთვის იქნება ეს გაშლა. შემდეგი ვნახოთ ახლა ჩვენი მომდევნო კვირის პროგნოზე უკვე, ანუ რა ენერგიები იქნება. რა ენერგიები იქნება მომდევნო კვირაში. რას უნდა მივაქციოთ ყურადღება ყველაზე ძალიან. ეხლა საქმიანობა, ანუ აქ ჩავახსოვებ ახლა თქვენთან ახლა რა ხდება თქვენს საქმიანობაში. ეს შეიძლება იყოს კარიერა, შეიძლება ზოგისთვის სწავლა, ზოგისთვის ბიზნესი, რა ვიცი, ვნახოთ ენერგიებს გეტყვით მე თქვენზე, ნუ მივხვდებით თქვენი არის თუ არა გაშლა. ანუ აქ, რაღაცას გვინდა რო გითხრათ. და რა იქნება მომდევნო კვირაში, ხო? რა იქნება, რა ენერგიებში იქნებით? რას უნდა მიაქციოთ ყურადღება თქვენ უკვე უშუალოდ მომდევნო კვირის განმავლობაში. ასევე ავიღოთ ჩვენ ფინანსებზე. შევხედოთ ფინანსებში რა ხდება თქვენთან ახლა და რას მოგიტანთ მომდევნო კვირა, ხო? ვიცი, ბევრს უყვარს ეს გაშლა. და რას მოგიტანთ მომდევნო კვირა. და ურთიერთობა, რა თქმა უნდა. ურთიერთობაზეც ვნახოთ ჩვენ ახლა. ახლა რა ხდება? აი ჩვენ ასე გავაკეთოთ. ახლა რა ხდება ამ დასტით ავიღეთ, ვიცი რომ ეს თემა გიყვართ ყველაზე ძალიან, ხო? აი ეს და რა იქნება ამ დასტას ვკითხოთ ჩვენ. რა იქნება, რა გელოდებათ მომდევნო კვირის ვიღაცასთან, ჩქარობს, მოდის. პარტნიორი თუ ამბები თუ რა ხდება. всё, დავიწყოთ ახლა ჩვენ. ანუ ვისთვის არის ეს გაშლა? ერთ-ერთის უკვე გავაკეთე, რა იქნება, ნახეთ, ძალიან საინტერესო გაშლა გავაკეთე. და ახლა რა ენერგიაში მყავხართ თქვენ? ნუ აქ როგორი სიტუაცია არის, იცით, ცოტა დაიძაბა შეიძლება ფინანსურ თემებში, შეიძლება ცოტა შეჩერებული არის რა, ბევრი რაღაცა კი გააკეთეთ, მაგრამ რაღაც ელოდებით, იმიტომ რომ მომენტი არის ესეთი, რომ ნუ აქ ვეტყოდი, რომ აი ცოტა დაიძაბა სიტუაცია, შეიძლება კიდე სხვადასხვა სფეროებში შეიძლება იყოს ეს მომენტები ვინმესთვის, იმიტომ რომ აქ სიტუაცია როგორი, ვცდილობთ თქვენ მაქსიმალურად დებთ თქვენ ენერგიას, კი ნამდვილად რაღაც თქვენ საქმეებში, მაგრამ თუ აქ რაღაც ფინანსებზე მაინც პენტაკლები არის, ხო, გვეუბნებიან, რომ აი ეს როგორ, აი გაქვთ ახლა ფინანსური მდგომარეობა ისეთი, რომ აი ნუ რაც მე მჭირდება, კი მაქვს, მაგრამ მაინც ახლა ველოდები რამეს, იმიტომ რომ ნუ პრინციპში ჩავდე რა, ჩემი ენერგია, ყველაფერი ჩავდე, ყველაფერი გავაკეთე, ზოგ შეიძლება აქ რაღაცა დანაკლისი გაქვთ, ან შეიძლება არ ყოფნით რამისთვის მაინც და ნუ ცოტა ეკონომიურადაც გიხართ, მაგრამ მაინც ცდილობთ, რომ ამ სიტუაციას მოერიოთ რამენაირად რა. ყველანაირად თქვენ აქ ყველაფერს აკეთებთ იმისათვის, რომ სიტუაცია გაუმჯობესდეს, მაგრამ ჯერჯერობით ისე არ არის, როგორც თქვენ გინდათ რომ იყოს რა. რა გელოდებათ, რა ენერგიები, ნახეთ რა ენერგიები, აი შეხედეთ, ყველაფერს იზავთ თქვენი ბედნიერებისთვის, ნამდვილად, იმიტომ რომ თქვენ ახლა პრინციპში აგახარებული უნდა იყოს ძალიან რაღაცა სიტუაციებით, მაგრამ
ნუ თქვენსკენ რაღაცას წამოიღებთ ბედნიერებას რა, მოდით ასე ვთქვათ. ეხლა ნახოთ ხა ჩვენ სულ ყველაფერი აბსოლუტურად და მე უკვე რა თქმა უნდა ეს ენერგიები უფრო მეც გვეტყვის სად რომელი დარგში რა როგორ იმუშავებს ეს ენერგია რა, იმიტომ რომ აქ ვხედავ მე რომ თქვენ გამოცდილება კი გაქვთ, იცით თქვენ რა გინდა თქვენ იმისათვის რომ ყველაფერი იყოს თქვენთვის კარგად, მაქსიმალურად ცდილობთ, მაგრამ ნუ შეიძლება ცოტა რაღაცა ჯერჯერობით და ესე მაგრამ მომდევნო კვირაში თქვენ გამოსავალს პრინციპში ნახავთ, ანუ იმისათვის რომ როგორ მოაქციოთ სიტუაცია ისე რომ თქვენთვის იყოს ეს ყველაფერი კარგად. всё, ვნახოთ ახლა ჩვენ ახლა რომელ სფეროზე რას გვეტყვის ტარო, ანუ პირველი რა თქმა უნდა არის ჩვენი საქმიანობა, ნუ აქაც როგორი სიტუაცია გაქვთ თქვენ პრინციპში აქ არა ხართ ისეთი ადამიანი, რომელიც არაფერს არ აკეთებთ, მაგრამ აქ სხვათა შორის ძალიან ისეთი ადამიანი შემოქმედებითი ადამიანი არის, რომელიც არის ნახეთ ახლა ვიღაცას, რა თქმა უნდა, ხერ გვესაინტერესო დასტა ხო? ვიღაცა даже ფიქრობს, რომ ხომ არ დამეწყო მეც ახლა ტაროს სწავლა. ნახეთ აქ რა ხდება. ხომ არ შევისწავლო მე თვითონ რა, ძალიან მომწონს მე ეს საქმიანობა, მაგრამ არ ვიცი ჯერ რას მომიტანს და შეიძლება ზოგი ფიქრობს, რომ რა ვიცი, აი ფინანსურად მე შევძლებ თუ არ შევძლებ. ან უკვე ვისწავლე და რას მომიტანს, ხო? ნუ ეს უკვე ალბათ იმ ადამიანებს შეეხება, ვინც ახლა ნუ ჩემი მოსწავლეები არიან, ან ვინც ახლა დაუშვოთ შეიძლება თქვენ თვითონაც იცით თქვათ ეს თემა. კიდე, ნუ ეს უბრალოდ რა თქმა უნდა ახლა როგორ თავის შვილებზე ლაპარაკობს, ისე მე ვარ ჩემს მოსწავლეებზე. კიდე სხვა, ვინც ახლა დაუშვოთ თქვენ ფიქრობთ ახლა ახალი რამე ხომ არ დავიწყო. ხო, აი რამე რაღაცა ისეთ რაც მე მისიამოვნება და რასაც მე მომიტანს კიდევაც ანაზღაურებას და კიდევაც აი ესეთი ნუ უფრო კიდე რამე ახალი შეიძლება რაღაცა გაქვს და ფიქრობთ კიდე რა შემიძლია გავაკეთო, კიდე რა შემიძლია აი რითი ნუ ქსიამოვნებთ პრინციპში ისედაც ქსიამოვნებთ თქვენ რასაც აკეთებთ, მაგრამ შეიძლება კიდე რაღაცა ვარიანტები გინდათ, კიდე რაღაც ვარიანტებს შეიძლება ეძებთ თქვენ იმისათვის, რომ აი კიდე რა შემიძლია გავაკეთო, იმიტომ რომ უყურებთ გაშლებს, თქვენ გიყვართ აქ ტარო რა თქმა უნდა, გიყვართ ეს პროგნოზები და მაინც აი კიდე იქნება რაღაცა საინტერესო მითხრათ, იმიტომ რომ ისედაც მომწონს მე ეს ჩემი საქმე, მაგრამ აი რას მეტყვით კიდე ახალს რა, ეგეთი კითხვა არის აქ. ნუ ნახოთ ახლა რა გელოდება თქვენ აქ ფინანსები რა არის. აქ ნახეთ როგორი საინტერესო მომენტი არის რა. აქ ვინც მიიღებს ახლა კიდე მაპატიეთ ძალიან გთხოვთ, მაგრამ ჩემ მოსწავლეებს ახლა ვიცი რომ ყველა ჩემ მოსწავლე უყურებს ჩემს გაშლებს და ალბათ მაგიტომ უფრო ინფორმაციას ეგეთი მოდის და მე თქვენს გეტყვით ვინც ვაფშე არ ახარ ჩემი მოსწავლე, პროტო უყურებთ, ხო? არის როგორი ენერგია. ეხლა სერტიფიკატები ვინც მიიღეთ თქვენ, აი დაინახავთ თქვენ რა იქნება. ანუ ეს მოგცემთ, ნუ რა თქმა უნდა თქვენ დაასრულეთ რაღაცის სწავლა, ეხლა მიიღეთ თქვენ ძალიან აი ისეთ ზოგი ცნობადებადი გახდება, რომ აი გაგიკვირდებათ. კიდე შეიძლება თქვენ რაღაცა კონტრაქტს მოაწერთ ხელს დაუშვათ, ხო? და ეს კონტრაქტი მოგიტანთ ისეთ პოპულარულობას და ისეთ აი თითქოს შეცვლის თქვენს ცხოვრებას საერთოდ რა და ანუ დიპლომი შეიძლება აიღეთ, ხო სერტიფიკატი აიღეთ. ნუ რაღაცა საბუთი გაქვთ ისეთი, რომ რა ვიცი, ზოგი შეიძლება დატოვებს სამსახურს და საერთოდ თქვათ შეიძლება თქვენ მუშაობთ ახლა ოფლაინ გადადიხართ ონლაინ და ისე მოგეწონებათ რომ აი იტყვით რომ აქამდე რატო არ გავაკეთე ეგ რა მაგარი ყოფილა რა კარგი არის როგორ მსიამოვნებს თან ახლა სახში ვარ და თან ახლა ფულიც მომდის ასე რომ ვთქვათ ხო შეიძლება ანუ კიდე აი რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი გადატრიალება მოხდება თქვენს საქმიანობაში ნახეთ იმიტომ რომ აქაც ხო გვითხრას რომ ძალიან გაგეხარდება ნახავ შენ რაღაცა გამოსავალს ნახავ აი აქ აუცილებლად ნახავ რაც შენ მოგიტანს დიდ ბედნიერებას რაღაცა თითქოს როგორ არის იცით აი თუ მე სიტყვა კონკურენცია არ მიყვარს საერთოდ ახლა მაგრამ ნუ აი როგორი თემა იცით თქვენსკენ წამოვლენ დაუშვათ აქ თუნდაც კლიენტები ვიდრე ნუ კონკურენტებიდან თქვენგან გადმოვლენ რა ეს ხალხი ასე რომ ვთქვათ რა იმიტომ რომ თქვენ ახლა უკვე მართლა პროფესია
აი აქ როგორი მომენტი იცით თქვენში შეიძლება რაღაცა შეიცვალოს და თქვენ რო თქვენს თავს უფრო იგრძნობთ რომ კი ბატონო მე შემიძლია მე გამომდის მე ვიცე და ამიტომ ეს ანუ თქვენს პროფესიონალიზმს აჩვენებთ უფრო მაღალ დონეზე რა და ამიტომ აქ რაღაცას ისეთ რამეს გააკეთებთ რასაც თქვენსკენ გადმოიყვანს თქვათ იმ კლიენტებს თუ დაუშვათ კლიენტებთან მუშაობთ რა იმიტომ რომ დაინახავენ რაღაცა აი რაღაც ძალიან დიდი წინსვლა უნდა გქონდეთ რა აი აქ ხო გეუბნებით ძალიან მნიშვნელოვანია რა ძალიან მნიშვნელოვანია შეიძლება ზოგი ისეთ საბუთს მიიღებთ თქვენ რომელიც მოგცემ თქვენ საშუალებას რომ ანუ აი დაუშვათ მე ვიცი საზღვარგარეთ ვინც არის ხო დაუშვათ შეიძლება ისეთ საბუთს მიიღებთ რომელიც თქვენ შეცვლის მთლიანად თქვენს ცხოვრებას და მოგცემს იმის უფლებას რომ თქვენ ახლა უკვე იმუშაოთ კანონიერად სიტყვაზე ხო და ან ისეთ საბუთს რომელიც აი სამომავლოდ კი რა ხო ნუ დიდი ხანი შეგიძლიათ თქვა აი სამუშაო ვიზა რო არის ხო იცით ეს ესეთი რაღაცა არის რომელიც თქვენ მოგცემს საშუალებას რომ თქვენ ახლა დიდ ხანს იმუშაოთ იყოთ იქ სადაც თქვენ ხართ აი ერთი კიდე ენერგია მოდით ნახოთ ფინანსებს რაც ეხება ფინანსური მდგომარეობა ეხლანდელი თქვენი ну აქ არის როგორი სიტუაცია ნახეთ როგორც პრინციპში ჩვენ ვთქვით რომ კი არის რაღაცა ბევრი შეიძლება თქვენთვის მომენტები ასე რომ ვთქვათ გადასახადები რაღაცები კიდე მაგრამ თქვენ მაინც ცდილობთ მაქსიმალურად რომ ყველაფერი გააკეთოთ ცდილობთ თქვენ კი აქ სხვადასხვა ვიღაცა შეიძლება ფული დასჭირდა იმისთვის რომ აი საბუთებზე რო აქ ვთქვი რომ საბუთებისთვის რა არ შეიძლება ვიღაცა პასპორტს აკეთებს ნახეთ ვიღაცა თქვათ ვიზას აკეთებს ვიღაცა რაღაცას აკეთებს რომ თქვათ ახლა თქვენთვის გჭირდება ან რაღაც საბუთს აკეთებთ აქ ხო ხედავთ უფრო რაღაც საბუთებზე ელაპარაკე ან ხო გეუბნით შეიძლება გააქვთ მიიღეთ თქვენ ეს საბუთი რომელიც თქვენ უკვე გაძლევთ დაუშვათ ახლა აქ წინსვლას ხო მაგრამ ნუ კიდე რაღაცები უნდა ვისწავლო ან ელოდებით აქ რამე საბუთს დაუშვათ გაიგეთ რომელიც ახლა ნამდვილად თქვენ გჭირდებათ კიდე შეიძლება აი აქ კიდე დაწინაურება ყველა ვარიანტში იქნება შეიძლება აქ ვიღაცას გააგზავნიან დაჟე ანუ ან მივლინებაში ან ისეთ ადგილზე თქვათ გეტყვიან რომ წადი სამუშაოდ გაგაგზავნიან რომ აი ძალიან გმაყოფილი იქნებით შეცვლილება მიდის რაღაცა აი აქ თქვენი მომავლის რა ვიცი შეიძლება ეგეთ მედიტაციებს აკეთებთ რომელიც ნამდვილად სულ შეცვლის აი მე რო ვამბობ რომ ახლა გავაკეთებ ძალიან მაგარი მას რა ქვია დეკემბერში კი ვაპირებ რა მაგრამ უკვე შეიძლება აქ შეიგრძნოთ ისეთ მაგარი მედიტაციას მოგცემთ რომელიც აი კვანტურ ხტომს აკეთებს რა ადამიანში შეიძლება აკეთებთ რამე ისედაც უკვე პრაქტიკებს რა აი აქ ახლა ფინანსებში როგორ არის კი ცდილობთ მაქსიმალურად თქვენ გაანაწილოთ თქვენი ფინანსები ისე რომ თქვენ ეს გეყოთ მაგრამ даже იმდენითაც შეიძლება გქონდეს რომ ნუ რაღაცა თქვენი თავიც გაახაროთ მაგრამ მაინც ელოდებით აქ თქვენ კიდე შემოსავალს რა შეიძლება თქვა თუ მე ვიცი რომ აქ მიყურებენ გოგოები ვისაც თქვა თავისი სკოლები აქ თავისი თუ რა აქ მოსწავლეს მაინც ენერგია შეიძლება იქიდან ელოდებით რამე თანხებს რა ან იღებთ ისედაც ნუ მიიღებთ აუცილებლად რა და აქ ნახოთ ახლა მიიღებთ რადგან ვთქვი ესე იგი მიიღებთ იმიტომ რომ აქ მზის არკანიც არის უკვე გვეუბნება ნუ აი ნახეთ კიდე აქ რა ხდება აქ მაჩვენებენ რომ თქვენ აქ მიიღებთ თქვენთან მოვლენ ნამდვილად კლიენტები რომელიც დააფასებენ თქვენს პროფესიონალიზმს აუცილებლად და აქ შეიძლება იყოს даже შემოსავალი სხვადასხვა წყაროდან ანუ შეიძლება თქვათ ორი რამე ისეთი წყარო გაქვთ თქვენ ახლა შეიძლება ორი სამუშაო გაქვთ დაუშვათ ხო კიდე შეიძლება აქ იქნება თქვენი ცოდნის თქვენი საქმიანობის დაფასება საიდანაც ახალი კიდე რაღაცა ნაკადი წამოვიდეს რა წამოვიდეს კიდე აქ თითქოს როგორ არის იცით ძალიან ჭკვიანურად მეუდგები თქვენს ფინანსებს და ანუ სწორ გზას მისცემთ ამ თქვენს ფინანსებს რა და კიდე აქ რას გვეტყვიან ფინანსები
ნუ ხო გეუბნებით, აქ რაღაცას კიდე აქ ძალიან დიდი ცვლილება, ძალიან დიდი ცვლილება აქ კარიერაშიც რომ მოხდება, რა თქმა უნდა, თავისთავად მოხდება ფინანსებშიც რა. იმიტომ რომ აქ თითქოს მაღალი ძალები ერთობიან და მაღალი ძალები გეუბნებიან, რომ შენ კი ზიხარ ახლა დაუშვოთ და რაღაცებს ითვლი და რაღაცებს წერ აქ, ხო? ანუ თქვათ რა გავაკეთო, როგორ ფიქრობ, როგორ გავანაწილო, როგორ რა გავაკეთო, ხო? მაგრამ ნუ გეშინია შენ ფული მოგივა ყველაფრისთვის, რასაც შენ აქ წერ და გჭირდება, აუცილებლად მოგცემთ. ძალიან სხვათა შორის ძალიან მაგარი პრაქტიკა, ერთ-ერთი რომელიც უნდა მოგცეთ მე თქვენი მასში, რა ქვია, კურსზე, ნუ ტრენინგზე ვინც წამოხვალთ, აი რო დაწეროთ, აი ამ პრაქტიკას გასწავლოთ, როგორ უნდა გააკეთოთ. ისე რომ თქვა დაუშვოთ ეს მართლა მაღალი ძალები თქვენ გითხრათ, აი კი ყველაფერი აბსოლუტურად რაც შენ ჩაიფიქრე, გადახდილია. აი ამას გასწავლეთ თქვენ და ნუ თუ არა და ისედაც ახლა ნუ გვაჩვენებენ ჩვენ რომ აქ ნამდვილად ძალიან მაგრად იქნებით თქვენ ყველა ვარიანტში წარმატება გექნებათ აუცილებლად. ურთიერთობაზე გადავიდეთ, აბა ვნახოთ ჩვენ ურთიერთობაში რა ხდება. ნუ აქ გქონდა ვიღაცას ძალიან მაგარი როგორ შეხვედრა, აი ნახეთ, შეიძლება ვიღაცას თქვა ახლა შორი გზიდან ყავდათ უკვე თქვენი პარტნიორი ჩამოსული და გადასარევით რო გაატარეთ თქვენ, ბედმა შეგახვედრათ, შეიძლება ანუ სადმე გზაში გაიცანეთ ვიღაცა, ხო? და ძალიან სასიამოვნო იყო თქვენი შეხვედრა, თქვენ მიხვდეთ რომ ეს ადამიანი რაღაცა ბედით მოცემულია. შეიძლება ზოგს აქ გქონდა პაუზა და იმ პაუზას მერე თქვენ შეხვდეთ და ძალიან გადასარევით რო გაატარეთ უკვე. და კიდე ზოგისთვის იქნება ის სიტუაცია, რომ ელოდებით თქვენ იმას, რომ როდის ჩამოვა ჩემი, აი ზოგი საბედოს ელოდება და ეს როცა მაღალი არკანები, ეს როგორი თემა არის, იცით, თქვენ უნდა ინტუიცია ჩართ და თითქოს აი ფიქრობთ იმას, რომ ნუ უნდა გრძნობდეთ რა, რომ სადღაც არსებობს ის ადამიანი, რომელიც უნდა შემოვიდეს ჩემ ცხოვრებაში, ვისთანაც მე ვიქნები ძალიან ბედნიერი და თქვენ უკვე შეიძლება წარმოიდგენ, ზოგი შეიძლება რამე პრაქტიკას აკეთებს იმისთვის, რომ მოიზიდოს თავის საყვარელი პარტნიორი, სხვა შორის ჩვენ გვაქვს ეს პრაქტიკები. იქ ჩემთან კლუბში შეგიძლიათ ნახოთ, ლინკი ვიდეოს ქვეშ არის და ისედაც აი სურვილების ის რომ ექნება ტრენინგი, იქაც აუცილებლად მოგცემ ძალიან ეკოლოგიურ მედიტაციებს, სადაც თქვენ შეძლებთ ნამდვილად მოიზიდოთ თქვენი საბედო პარტნიორი. ამიტომ უყურეთ ანონსებს, ვისაც გაინტერესებთ, აუცილებლად ეს სიტუაცია იქნება. ეხლა მომდევნო კვირაში რა ხდება? ნუ აქ არის როგორი სიტუაცია, კი ბატონო, ადამიანი, რომელიც თქვენ გიყვართ, რომელიც აქ გამოჩნდება, შეიძლება ადამიანი, რომელიც ნუ დიდი ხანი თქვენ ელოდებოდით რა, ან რაღაცა წერილის მოგწერთ, ხო? სასიყვარულო, შეიძლება სასიამოვნო შეხვედრაც გექნებათ აქ ამასთან. შეიძლება სრულიად ვაფშე მოულოდნელადაც ჩამოვიდეს თქვენ ახლა ყველა ვარიანტში აქ შეიძლება ეს დაუშვოთ ვისთანაც გამოჩნდა ადამიანი უბრალოდ მაჩვენებენ რომ ხანძლივ ურთიერთობას გაჩვენებენ აქ რაღაცა პერიოდი ისეთი არის რომ თქვენ გადახვალთ ამ ადამიანს კი ბატონო აგერ მოდის თქვენთან აქ შეიძლება სხვაობა იყოს ასაკში სხვათა შორის რა მაგრამ აი ძალიან კარგი რა აი აქ იწყება ნახა თუ ახალია ეს პარტნიორი ხო ძალიან სასიამოვნო გექნება თქვენ ამასთან ეს პერიოდი აი თქვათ როცა რომანტიკული მოდით ასე ვთქვათ რა ხო, აი თუ რამე ქონდა ჩხუბი, თუ რამე ქონდა თქვათ, ნუ კამატი, ხო, ეს ყველაფერი აი თითქოს გაქრება რა. იმიტომ რომ აი აქ უკვე ისეთი პერიოდი გეწყებათ, როცა აღარ გექნება ჩხუბი, კამატი, რაღაცა გაუგებრობა, კიდე რა მოხდება აქ. აქ როგორი მომენტი არის, აქ თითქოს ადამიანი მიხვდება, რომ თქვენ ხართ მისთვის ყველაფერი, თქვენ მისთვის ხართ, ანუ ადამიანისთვის ახლა ნახეთ, კიდე დაუშვოთ ახლა თქვენი ადამიანი თუ არის პაუზაში, თუ ხართ ადამიანთან სიტყვაზე, კიდე მოდის ინფორმაცია, ეს ადამიანი თქვენზე ძალიან ბევრს ფიქრობს, აი სულ ფიქრობს თქვენზე და ხვდება, რომ თქვენ ხართ მისთვის ერთადერთი ქალი, რომელიც არის ყველაზე მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ იყო რაღაცა პერიოდში, მქონდა მაგისთვის მოცემული ეს პერიოდი, მე ვერ ხედავ თქვენ ამ სილამაზეს, მოიცადეთ ეს ასე გავწიო.
ძალიან მიყვარს ეს დასთა, მართლა ისე შემიყვარდა რომ ღმერთო. ანუ აქ ნახეთ თქვენ ახლა როგორ ხართ იცით, ეს ადამიანი მიხვდა რაღაცა პერიოდი ქონდა, გადაფასების პერიოდი. სადაც ეს ადამიანი თავის თავსაც შეიძლება აქ ელაპარაკებოდა და თავის თავს აუხსნა, რომ არც ერთი მეგობარი, არც ერთი თქვათ ახლა ვიღაცა ახლობელი და რაღაცა, იმიტომ რომ აქ მაინც ამიანია პენტაკლების, ანუ ადამიანს ქონდა რაღაცა გაკვეთილი, რომ მიხვდა, რომ ყველაზე მაინც მნიშვნელოვანი და ყველაზე ესეთი ქალი, რომელიცაც მე ვუყვარვარ, რომელიც ჩემთვის მნიშვნელოვანი, ეგ არის რა. და ამიტომ ნამდვილად აი ადამიანი, რომელიც გადაფარავს, ასე რომ ვთქვათ, მეგობრებსაც, ყველაფერს, ჩემი ოჯახი, ის ადამიანი, ვისაც მე თავს ვგრძნობ ძალიან კარგად, ჩემი ყველანაირად, ანუ უძვირფასესე, რომელსაც მე არსად არ გავუშვებ, რომელთანაც მე მინდა ვიყო. ეს ადამიანი ჩემია ეს ადამიანი და აგერ ჩამოსვლასაც აგერ არის, რომ ეს ადამიანი შეიძლება ემზადება თქვენთან მოსასვლელად. კი ბატონო და ძალიან გახარებული იქნები, დაელოდეთ ჩემო ლამაზებო. აქ ახლა თუ დაუშვათ თქვენი ქმარია და გექნება ძალიან გადასარევი შეხვედრა, შორიგზიდან ადამიანი აუცილებლად თქვენთან დაბრუნდება, ჩამოვა, შეიძლება ზოგისთვის აი თითქოს აი დამშვიდებული სიტუაცია გექნებათ უეჭველი. აქ გადაფასება მოხდა, აქ ადამიანმა მიხვდა, რომ თქვენ ხართ მისი სამყარო, თქვენ ხართ ის ადამიანი, რომელსაც შეუძლია მასაჩუქოს ბედნიერება და აქ ადამიანი სხვათა შორის ემზადება ძალიან დიდი და ხანძლივი ურთიერთობისთვის თქვენთან ნამდვილად. და თუ ახალი გაცნობილი იცოდეთ, რომ შეიძლება ამ ადამიანთან გექნებათ ხანძლივი ურთიერთობა. თან ძალიან ჰარმონიულია, იმიტომ რომ ეს სასიამოვნო პერიოდი არის და ანუ ეს რა არის ისეთ აი თითქოს აი თავდაყირა დააყენეთ თქვენ ეს ამ ადამიანის გონებას და ყველაფერი. მიხვდა რომ თუ მინდა ბედნიერება, თუ მინდა სიხარული, თუ მინდა ყველაფერი, უნდა შევცვალო ჩემი მიდგომა და იმიტომ რომ ეს არის ჩემთვის ძვირფასი, ანუ პრიორიტეტი გახდეთ თქვენ ამ ადამიანისთვის, მოდით ასე რომ ვთქვათ და იმიტომ რომ თუ ქმარია, გაიგო რომ თქვენ ხართ მაგისთვის ყველაზე მთავარი ქალი, თუ იყო ეს კაცი, თქვათ, უბრალოდ თქვენ წყვილი ხართ, ისე რომ თქვათ, ერთმანეთთან გაქვთ რაღაც ურთიერთობა, ხო? აუცილებლად მიხვდება ეს ადამიანი, რომ თქვენ ხართ მისთვის ეს მთავარი ქალი და არავინ სხვა. აქ ჭკუა ისწავლა თქვენ რასაც ეუბნებოდეთ, ამას ამ ადამიანმა ეს მიხვდა, რომ თუ მინდა ბედნიერება, ხო? თავიდან სხვანაირად უნდა გადავხარშო მე ყველაფერი და უკვე დრო არის რომ დავასრულო თქვათ რაღაცა დროს ტარება, ხო თქვათ სადღაც პატარა ბავშვის მოქცევები, შეიძლება სულ მეგობრებთან იყო და მიხვდა რომ არა, ეგეთი რამე მე არ მინდა, მე იქ მინდა წავიდე, სადაც ჩემი სულია, სადაც ჩემი გულია და უკვე აი იქ, ну აქ ტრანსფორმაცია გაიარა, ძალიან დიდი ტრანსფორმაცია გაიარა და აგერ კიდე მოდის ეს ადამიანი შეიძლება ქონდა აქვს მაგას ცოტა ფინანსური პრობლემები, ხო, რომელიც მაგას ძალიან ადარდება და მაგის გამო შეიძლება ადამიანი ვერ აკეთებს თქვათ ნაბიჯებს, რომელიც უნდა რომ გააკეთოს, მაგრამ აქ მაინც აიღებს ყველაფერს თავის ხელში ეს ადამიანი და აუცილებლად მოიფიქრებს რაღაცას ისეც, რაც მაგას თავისი სიყვარულის გულისთვის ყველაფერს აბსოლუტურად გააკეთებს, იმიტომ რომ აქ არის დიდი სიყვარული. ნახეთ რა მხოლოდ ტუზები ეს ყველაფერი. ანუ მოდის ადამიანი, ანუ მაქსიმალურად აქ ადამიანი უკვე უფიქრობს იმაზე, რა გავაკეთო იმისათვის, რომ ჩვენ ვიყოთ კარგად და ბედნიერად. თუ ახალი შეხვედრა გაქვს, ესე იგი თქვენ ხართ ეს ადამიანი, ვისაც ეს ფიქრობს და უნდა რომ თქვენთვის გააკეთოს რამე კარგი. თუ ეს არის ძველი ურთიერთობა და დაბრუნება პარტნიორის არის ადამიანი, რომელიც იყო ახლა იმ დაუშვით ახლა პაუზაში, ძალიან ბევრი იფიქრა და მიხვდა, რომ მხოლოდ თქვენ ხართ ეს ქალი, ვისაც შეუძლია მას მის სიყვარული, ბედნიერება, სითბო და ნამდვილად შეიძლება აქ ვინმეს ელაპარაკა კიდევაც და უთხრეს და რჩევა მისცეს, რომ მიდი მიხედე ძალიან მაგარია გოგოა და მარტო მასთან შეძლებ შენს ბედნიერებას. ასეთი პროგნოზია ჩემო ლამაზებო, მე გისურვებთ რა თქმა უნდა, როგორც ყოველთვის ბედნიერებას და ყველაფერს მხოლოდ და მხოლოდ კარგს. აი, იმიტომ გითხარით აკაც, რომ თქვენ ისეთ რაღაცას
აქ მახეში მოხდება რა ეს ადამიანი თქვენ და თქვენ ბედნიერი იქნებით, იმიტომ რომ ნუ კარგი მახი არის რა, სათქლენოთ.